ლეიბორისტი გიორგი გუგავა ახალი ამბების სტუმარია. მოგესალმებით ბატონო გიორგი. რა პროცესებთან გვაქვს საქმე? რა პროცესებთან გვაქვს საქმე? რა ხდება ქვეყანაში? ფაქტია, ლარის მყიდველნარიანობა ძალიან შემცირებულია. რამ გამოიწვია კრიზისი? საღამოშვიდობისა კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ, ასევე მინდა მოგილოცოთ დღესასწაული ბარბარობა სრულიად საქართველოს, მაგრამ სადღესასწაულოდ ნამდვილად არ აქვს საქმე 10,000-ობით ოჯახს, რომელსაც შეიძლება დღეს ბავშვები შეერი ყავდეს ან გაყინული ყავდეს ოჯახში იმ სიდუხჭირის გამო, იმ სოციალური მავნებლობის გამო, რომელსაც დღევანდელი ძარცველი ოლიგარქიული ხელისუფლება ახორციელებს. აი ერთადერთი პარტია ვიყავით ჩვენ და ერთადერთი ლიდერი იყო შალვა ნათელაშვილი, რომელიც მთელი წინა საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ვაფრთხილებდით მოსახლეობას, ქვეყანას იმ საფრთხეების გამო, რომელიც შეიძლება დამდგარიყო და უკვე ეს ჩანდა, ამის ნიშნები ჩანდა უბრალოდ არჩევნების შემდეგ, ამან ასე ვთქვათ გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა ის სიდუხჭირე, ის მავნებლობა, რომელსაც ხელისუფლება ჩადის. თუ რა მოაქვს მილიონერთა, ბანკირთა, მონოპოლისტთა, ოლიგარქთა მმართველობას ქვეყანაში. ეს იგივეა ცხვარი ჩაგვებარებიან. მავნებლობა რაში გამოიხატება თქვენ? მივაბარეთ ამ კატეგორიას, გეტყვით ამას. აი ამ კატეგორიას ჩავაბარეთ ქვეყანა სამართავად, რომელთათვისაც საქართველო ქვეყანა წარმოადგენს ბიზნეს ობიექტს. ანუ ისინი მოტივირებული არიან, აქცენტირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ მოგებაზე. ქვეყანასაც, ხალხსაც ისინი უყურებენ თავის მიზნების განხორციელების საშუალებას, ანუ რაც მეტად გაძარცვავენ, რაც მეტად გაზრდიან თავის საბანკო ანგარიშებს უცხოეთში და ამ მაფიოზური პირამიდის სათავეში დგას სწორედ ივანიშვილი. ეხლა სოციალური კოლაფსი, ეკონომიკური კატასტროფა, სიდუხჭირე რო დგას და რა შედეგებს გამოიღებს და მასობრივად კიდე რო გააღარიბებს ბევრ სოციალურ ფენას დამატებით. ეს ფაქტია და მაგალითების ჩამოთვლა არ მჭირდება თუ რა შედეგებს მოიტანს და როგორი პროგრესიით ვითარდება. ბატონო გაგა, თქვენ იგრძენით უკვე თქვენ სჭიროზე? ეს მავნე პროცესები, მაგრამ უყურეთ ხელისუფლებას, ხო? აი რა გეგმა გააჩნია მას, ხო? აქცენტირებულია კი ეს გეგმა მოსახლეობის ინტერესებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ვალუტის გამყარებაზე, ეროვნული ვალუტის გამყარებაზე. არა, მათ პირდაპირ მიიღეს გადაწყვეტილებები, რომლის შესაბამისადაც გააძვირებს ეს აქციზზე მომატება, პირდაპირ გააძვირებს საწვავს, გააძვირებს სიგარეტს, გააძვირებს კომუნალურ გადასახადებს, საწვავზე ჯანმრთელობაზე ვზრუნავთო იძახიან და ეს მოსახლეობის მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ვიზრუნეთო. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ეს არ არის არაოფიციალური ადამიანის განცხადება. ყველა მავნებლობასთან ერთად ეს ხელისუფლება გამოირჩევა განსაკუთრებული უტიფრობით და ცინიკური დამოკიდებულებით მათგან დაზარალებული მოსახლეობის და ადამიანების მიმართ. პრაქტიკულად თითოეულ მოქალაქეს ისინი აბუჩად იგდებენ, როდესაც აკეთებენ განცხადებას, რომ ბენზინს იმიტომ ვაძვირებთ, საწვავს იმიტომ ვაძვირებთ, რომ თქვენ ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ, რომ არ შეხედოთ დოლარის კურს როგორ თამაშობს და როგორ უფასურდება დაივიწყეთ ეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ არაფერიც არ ხდება და გელანდებათ ეს ყველაფერი, რომ ჰეჯირებული თუ არა ჰეჯირებული კრედიტები გაქვთ აღებული, რომ რა ზომების მიღება შეეძლო ხელისუფლებას? არ გადადგა ხელისუფლებამ ის ნაბიჯები, რაც უნდა გადაედგა? ხელისუფლება, ესეთი ბუნების ხელისუფლება ვერანაირ გადაწყვეტილებას ქვეყნის სასიკეთოს ვერ მიიღებს, იმიტომ თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? ისინი დავამთავრებიეთ შეიძლება ვერაფერს ვერ გააკეთებდა. მილიარდელი ივანიშვილისათვის საქართველო არის შეპესე და ის მოსულია იმისათვის, რათა მილიარდი დაამატოს. უყურებთ რა დღეშია ქვეყანა. გახსოვთ ხო არჩევნების წინ გამოდიოდა ეს კაცი, გლანძღავდა, მიწაში გვდებდა, გვაცხადებდა მათ სამარცხვინოდ,
და თელ ქვეყანას მოუწოდებდა რომ მხოლოდ ოცნების მის მარიონეტებს შეეძლოთ ეს ქვეყანა აეშენებინათ და აი დამთავრდა არჩევნები, გააყალბეს ტოტალურად, გაიფორმა საკონსტიტუციო უმრავლესობა და მისმა მოთრეულმა პარლამენტმა და მისმა მოთრეულმა იმან რა ქვია მთავრობამ რა შედეგებიც დააყენა, ნახეთ და ამ დროს პასუხისმგებლობას ის საერთოდ არ გრძნობს და ნაცვლად იმისა გამოვიდეს აუხსნას მოსახლეობას რაშია მდგომარეობა, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, თავის მილიარდებიდან დააბანდოს ქვეყნის ეკონომიკაში თანხები, უყურებთ რომ აი ის იმ აკვიატებულ ხევს დასდევს, რომ გადაიტანოს თავის მამულში. ამითია დაკავებული და სწორედ ამ საშიშროების შესახებ ვართხილებდით ჩვენ მოსახლეობას, რომ არ შეიძლება პირწავარდნილ ცინიკოს ბანკირებს, მონოპოლისტებს, ოლიგარქებს ჩავაბაროთ ეს ქვეყანა, რადგანაც ისინი გაგძარცვავენ. რა საპირებს ლეიბორისტული პარტია სიტუაციიდან გამოსდიახ? გეტყვით. კი ბატონო. გეტყვით ამასაც. ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, ვინც მათთან კლასობრივ დაპირისპირებაშია, შეუგუებლობა გვაქვს მასთან და ამის გამო იყო ის სწორედ გძნობდა, რომ ჩვენ წინააღმდეგ ამიტომაც ილაშქრებდა. ერთადერთი გამოსავალი. ნუ გვექნება იმის იმედი, რომ ხელისუფლება რაიმე გონივრულ ნაბიჯებს გადადგამს. მათ მიიღეს კიდევ უფრო მძარცველური გადაწყვეტილებები, გაზაფხული, ზამთარი და გაზაფხული იქნება ბევრად მძიმე. და ჩვენ ფასების ზრდა, რომელიც დაწყებულია, ინფლაციური პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდება ამ ქვეყანაში, კიდევ უფრო 100,000-ობით ადამიანი გაღატაკდება, ბოგანო გახდება და სამაგიეროდ გაიზრდება აი ასეთი მდგომარეობა ქვეყანაში, ხო? აბა ნახეთ, თქვა და ობიექტური გარემოებებითაა შექმნილი ეს თუ ნახავთ, რომ არც ესეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ იმათთან დაკავშირებით, რომ შემცირებიათ მათი პრივილეგიები, მათი ფინანსები, მათი ხელფასები, მათი მივლინებები, მათი დანამატები იმაში, რა ქვია, ბიუჯეტიდან და ეს თანხა ყველაზე სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე საჯარო სტრუქტურებში შემცირებები არის მოსაოდენი, ხო ვიცით არა, რომ საჯარო გაზარდეს მათი დაფინანსებები. და მთლიანი უნდათ ჯოხი გადატეხონ საშუალო ბატონო გაგა იყო პრემიერ-მინისტრის მოწოდება ხელისუფლების წევრების მიმართ რომ მეორე ხარისხოვან კონფერენციებზე, სემინარებზე, ტრენინგებზე არიარონ და ამით შეამცირონ ხარჯები. კვირიკაშვილის სიტყვებია ეს. ეს ერთია კვირიკაშვილის რიტორიკა და მეორეა საქმე. ხო მიიღეს 2017 წლის ბიუჯეტი. ამ ბიუჯეტში არ არის გათვლილი იმ თანხების შემცირება, რომელიც გათვლილია მათ პრემიებზე, მათ დანამატებზე, მათ ხელფასებზე, მათ მივლინებებზე. სახელმწიფო ფონდი 10%-ით უნდა შემცირდესო, ეს ხომ ცნობილი ფაქტია უკვე, ვიცით, მოქმედებაში უნდა იყოს. აი, ქვეყანა დგას, გაჭი პასუხისმგებლიან ხელისუფლებას რა უნდა გაეკეთებინა, იცი? აი ქვეყანა დგას გასაჭირის წინაშე, ხალხს უჭირს, ამიტომ მე ვიღებ გადაწყვეტილებას, ვანახევრებ დანამატებს, ვანახევრებ იმას, რა ქვია, ასტრონომიური სიდიდის ხელფასებს, აი არსებობს სახელმწიფო სტრუქტურები, რომელსაც დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, ეკონომიკურ, სოციალურ მდგომარეობიდან გამომდინარე, ასტრონომიურ ხელფასები აქვს. საჯარო სექტორში შემცირებები, კადრების შემცირებები დაანონსდა. ხარჯების შესამცირებლად. ესენი არიან საქმის მკეთებელი, საშუალო და დაბალი რანგის ბიუროკრატია. ეს შემცირებები არ შეეხება მინისტრებს, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, მათ ნათესავებს, მათ ახლობლებს. არამედ გადატეხეს საქმის მკეთებელ ბოლო კითხვას დაგისვამთ და დაგემშვიდობებით, რადგან დროში ვართ შეზღუდულები. კითხავთ, რა საპირებს ლეიბორისტული პარტია, როგორი იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯები? აქციებს აპირებთ თუ მიიღებთ თვითმმართველობის არჩევნებში, ვთქვათ, მონაწილეობა? აი, როგორი იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯები? რა თქმა უნდა, ეს არამხოლოდ ლეიბორისტული პარტიის ამოცანა, რომელიც თავისთავად ამ პროცესების ავანგარდში იქნება და ერთ-ერთი მოთავერი ვიქნებით, მთელი ქართული საზოგადოების ამოცანას წარმოადგენს. რომ რაც შეიძლება ფართო მასშტაბიანი დაპირისპირების წინააღმდეგობის ფრონტი გაიშალოს და საზოგადოების ყველა ფრაქცია, ყველა სოციალური ფენა უნდა ჩაერთოს. ჩვენ არ უნდა გქონდეს ყალბი იმედი იმისა, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში, რომელმაც მიიტაცა ჩვენი ქვეყანა, საქართველო და აქცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, რომ მისგან რაიმე სიკეთეს მივიღებ.
რომ ეკონომიკა განვითარდება, რომ სოციალური მდგომარეობა გამოსწორდება, რომ ინვესტიციები ჩაიდება და ასე შემდეგ არ გავყვები შორს. ეს არის ყალბი ილუზია. ეს ოცნება უნდა დაიმსხვრეს. ჩვენ ნამდვილ სინამდვილიდან გამომდინარე უნდა გამოვიდეთ და ვიბრძოლოთ იმისათვის, რათა გამოვტაცოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო, ჩვენი ბედი, ჩვენი შვილების მომავალი გამოვტაცოთ ხელიდან მასობრივი აქციებით, მასობრივი დაპირისპირებებით, ყველა ტრიბუნა, ყველა საშუალება, ქუჩა, ლეიბორისტები აპირებთ ქუჩაში გასვლას. ყველა საშუალება გამოსაყენებელი იმისათვის, რათა ეს ბანდა რიცხობრივად მცირედი, მაგრამ რომელსაც ხელში უკრია ფინანსებიც, ბანკებიც, ეკონომიკაც, პოლიტიკური ძალაუფლებაც, ეს ბანდა უნდა ჩამოვაცილოთ. სხვაგვარად განვითარება, პერსპექტივა არ უწერია ამ ქვეყანას და ეს მადლობთ ბატონო გიორგი. გასაგებია თქვენი პოზიცია. დიდი მადლობა პირდაპირ ეთერში ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი გაგა გუგავა საუბრობდა.